მოგესალმებით ძვირფასო თანამემამულეებო. დღეს ვისაუბრებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე, რომელიც ისრაელის მთავრობამ მიიღო, რომელიც მდინარე იორდანის დასავლეთ სანაპიროს უკავშირდება. ამ ტერიტორიებს სხვადასხვანაირად მოიხსენიებენ სხვადასხვა წყაროში, არის ნახსენები მაგალითად როგორც პალესტინის ტერიტორია, ასევე ებრაული წყაროები ამას აღნიშნავენ როგორც იუდეა და სამარეა. ზოგადად საერთაშორისო ტერმინი ის არის, რაც თავდაპირველად გითხარით, მდინარე იორდანის მარჯვენა სანაპირო და ამ ტერიტორიებთან დაკავშირებით მიიღეს სწორედ გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება, იქ არის სამ ზონად დაყოფილი ეს ტერიტორიები A, B და C. C ზონას უკავშირდება ეს გადაწყვეტილება, რომელიც 60%-ია დაახლოებით მთელი აი ამ ტერიტორიის და 15 თებერვალს ისრაელის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ იქ იორდანიის თავის დროზე, იმიტომ რომ ეს ტერიტორიები რეალურად იორდანიის კონტროლის ქვეშ იყო, იორდანიის სამართალი, რაც ვრცელდება მიწის გადანაწილებაზე, ეს გაუქმდა და რეალურად ტერიტორია გამოცხადდა სახელმწიფო მიწად. ამის ფარგლებში ამ რეგიონში ზოგადად დასავლეთ სანაპიროზე ცხოვრობენ დაახლოებით 500,000 ეგრეთ წოდებული ახალმოსახლეები, კონკრეტულად ისრაელიდან, ებრაული წარმოშობის. ეს გადაწყვეტილება იურიდიულად ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც იურიდიული კონტროლის დამყარებას ნიშნავს, ზრდის შესაძლებლობას ამ ტერიტორიების დე-ფაქტო ანექსიის, ამ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განხორციელების კიდევ უფრო და ასევე პრაქტიკულად მნიშვნელოვან წინაღობას წარმოადგენს ორი სახელმწიფოს კონცეფციისთვის. საერთაშორისო რეაქცია ამაზე ბუნებრივად იყო ნეგატიური, გაერომ ეს შეაფასა როგორც უკანონო ქმედება. ისლამური სახელმწიფოების თანამშრომლობის ორგანიზაციამ ეს შეაფასა როგორც კოლონიალური ნაბიჯი, ევროკავშირმა შეაფასა როგორც ნეგატიური ნაბიჯი ესკალაციისკენ და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ის, რაზეც ამ დღების განმავლობაში მაგალითად საუბრობდა ნატალი ბენეტი, ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სუნიტური გაერთიანების შესახებ, რომლის ლიდერი არის პრაქტიკულად მისი მტკიცებით თურქეთი და რომ თურქეთი არის ახალი ირანი, ციტატა არის მისი ბენეტის და ეს საფრთხე მომდინარეობს, აქაც ჩვენ დავინახეთ ეგ ლოგიკა პრაქტიკულად ერთდროულად გაისმა ძალიან მნიშვნელოვანი დაგმობის განცხადებები საუდის არაბეთიდან, სადაც ეს რეალურად ნიშნავს ა ブラ ამის შეთანხმებების ლოგიკიდან კიდევ უფრო გასვლას, კიდევ უფრო დაახლოებას საუდის არაბეთის თურქეთთან და ესე იგი კატართან. თურქეთის მხრიდანაც ასე იყო სერიოზული ამის შესახებ განცხადებები, რომელიც იცით პალესტინასთან დაკავშირებით და პალესტინელებთან დაკავშირებით თურქეთს რა პოზიციაც გააჩნია, ესე იგი თქვეს რომ ისრაელის სუვერენიტეტს დასავლურ სანაპიროზე არ აღიარებენ და ეს არის გენოციდის პოლიტიკა და ასე შემდეგ, კლასიკურია, რასაც თურქეთი ამბობს ზოგადად. კატარის შემთხვევაშიც გაკეთდა განცხადება, მოუწოდებენ 1967 წლის საზღვრებამდე დაბრუნებას, რაც პრაქტიკულად წარმოუდგენელი ამბავი არის რეალურად და ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას რომ ჩაერიონ ამ საკითხში. ასევე განცხადებებს შეუერთდა ეგვიპტე, ინდონეზია, პაკისტანი და ამას კიდევ დაემატა მოკრძალებული შინაარსით რეალურად, მაგრამ მაინც იორდანია და გაერთიანებული არაბული საამიროები. ეს ორი ყველაზე კარგ ურთიერთობებში არის ისრაელთან, მაგრამ მათ შემთხვევაშიც ვერ შეძლეს, ასე ვთქვათ, თავის არიდება ასეთი განცხადების, რადგანაც თვითონ ნაბიჯი მათთვის გასაგებად მიუღებელია. აქედან ახლა რა დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. პირველ რიგში, რომ ეს სუნიტური ღერძი, რაზეც ბენეტი საუბრობდა, საკმაოდ აქტიურად ვითარდება და საუდის არაბეთი აშკარად ცვლის თავის პოზიციებს, თურქეთი კიდევ უფრო აქტიური ხდება სამხედრო კომპონენტში და
პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ახლა თურქეთი და საუდის არაბეთი განიხილავენ ერთობლივი თვითმფრინავის გამანადგურებლის შექმნის პროცესს. ანუ უпростоად თურქეთი კანს რომ ქმნის მეხუთე თაობის ამ გამანადგურებელ თვითმფრინავს, საუდის არაბეთს უნდა ამაში ფულის ჩადება და ამერიკას რეალურად ძალიან აღელვებს ეს ფაქტი, პირდაპირ აქვთ ნათქვამი ამერიკელებს, რომ რატომ როდესაც შეგიძლიათ ამერიკული იარაღი იყიდოთ და საუდის არაბეთი აქ ღიად არ საუბრობს ამაზე, რადგანაც გასაგებია მიზეზი, მას უნდა კონდეს ისეთი ავტონომიური იარაღი, რომელიც არ იქნება ამერიკელების კონტროლის ქვეშ. კატარი დიდი ხანია ძმები მუსლიმების აი ამ ლოგიკაში არის ესეთი ფინანსური ჰაბი, ჰამასაც ეხმარება ტერორისტულ ორგანიზაციას და თურქეთსაც და თურქეთი და კატარი არიან მოკავშირეები, კატარში საერთოდ არის თურქეთის სამხედრო ბაზაც კი განთავსებული და სწორედ აი ამ ძმები მუსლიმების ლოგიკის ფარგლებში ცდილობენ მოქმედებას. და ეგვიპტეში მიუხედავად იმისა, რომ ძმები მუსლიმები ხელისუფლებიდან დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, კონკრეტულად გენერალ ასისიზე არის საუბარი, ანუ პრეზიდენტზე განდევნა ხელისუფლებიდან, მუჰამმად მურსი, ყოფილი ხელისუფალი ეგვიპტის, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ახლა თვითონ საკმაოდ ახლოვდება ძმები მუსლიმების ლოგიკას, ანუ და თურქეთს მათ შორის და აი ამ პრიზმაში, რაცაც ახლა ვსაუბრობთ, საკმაოდ აქტიურად ჯდება. და ორი კოალიცია არის შექმნილი პრაქტიკულად ისრაელის წინააღმდეგ. ერთი არის შიიტური კოალიცია, ირანის მეთაურობით, რომელიც მოიცავს ერაყში შიიტურ დაჯგუფებებს, ლიბანში, ადრე სირიაც იყო, ლიბანში და ასევე იემენში ჰუსიტები და ჰეზბოლაჰი და მეორე დაჯგუფება, მეორე ღერძი არის რეალურად სუნიტური, ეს არის თურქეთი, საუდის არაბეთი, კატარი, ეგვიპტე და ეგვიპტის როლი გასაგები არ არის ბოლომდე, მაგრამ დაახლოებით და კიდევ რამდენიმე შესაძლოა ქვეყანა, მათ შორის პაკისტანი. და ამაზე საუბრობდა ნაფტალი ბენეტი გუშინ წინ საკუთარ გამოსვლაში და მე ვფიქრობ, რომ ბენეტის გამოსვლა არის ძალიან რაციონალური, სწორი, აქცენტით სწორი, თან ყოფილი პრემიერია და მეტის თქმის საშმალება აქვს და აგერ ამბობს საკმაოდ ღიად. გარდა ამისა, უნდა ვთქვათ, რომ თურქეთი ახლა ძალიან მნიშვნელოვნად აძლიერებს საკუთარ სამხედრო შესაძლებლობებს. ჩვენ ვხედავთ ბალისტიკური რაკეტების მიმართულებით თურქეთის სერიოზულ ნაბიჯებს. ანუ თუ ჩვენ საუბრობთ ირანის ბალისტიკური რაკეტების საფრთხეზე, ეს გასაგებია, იმიტომ რომ დღეს ირანის პრობლემა არის ნომერ პირველი, მაგრამ ნომერ მეორე პრობლემა რომ არის თურქეთი. თურქეთის ბალისტიკური პროგრამა არის თუ არა პოტენციური საფრთხე, პოტენციურად არის და ახლა ვუყურებთ რა ტიპის შესაძლებლობებს ავითარებს. ეს არის Yildirim ბალისტიკური რაკეტები 250 კილომეტრის რადიუსით. ამავდროულად ბორა ტაიფუნის ნაირსახეობა 800 კილომეტრის, ტაიფუნი 560 კილომეტრის, ტაიფუნი ბლოკ 4 1000 კილომეტრის და ცენკ ქვია, თუ სწორად ვამბობ ამ ტერმინს თურქულიდან, დაახლოებით 2000 კილომეტრი. ანუ ძირითადი ეს ნაწილი ფარავს ისრაელს. მათ შორის ფარავს ისრაელს სირიიდან, თუ იქ იქნება განთავსებული, ფარავს ისრაელს კვიპროსიდან, თუ იქ იქნება განთავსებული. ეს ყველაფერი ისრაელს ხდის რეალურად თურქული ბალისტიკური რაკეტების საფრთხის ქვეშ. ამავდროულად ეს ბალისტიკური რაკეტების პროგრამაც თურქეთის საკმაოდ აქტიურად ვითარდება, ანუ არ არის გრადი, წინ მიდის, ვითარდება, უფრო სერიოზული ხდება. ამას ემატება კარგუ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების ინტეგრირებული სისტემები, თურქეთის საერო თავდაცვის სისტემების ექსპორტი ეგვიპტეში, რაზეც საუბარია, ერთობლივი წარმოება ასევე რამდენიმე ქვეყანასთან ასელსანის, რომელიც ამ რაკეტებს აწარმოებს და მათ შორის ეგვიპტეში შესაძლო წარმოებაც ამ მიმართულებით. ეგვიპტის და საუდის არაბეთის თანამშრომლობაც აქტიურია და მაგალითად საუბარია იმაზე, რომ სინაიზე შეიძლება იყოს განთავსებული კონკრეტულად თურქული საერო თავდაცვის სისტემები. ანუ პირდაპირ ისრაელის საზღვართან სინაიზე და ისრაელის საზღვართან
ჰოლანის მაღლობლების მიმართულებითაც. ასევე რამდენიმე დღის წინ თქვენთან ერთად ვისაუბრეთ ლიბანის მიმართულებით ირანის და თურქეთის თანამშრომლობაზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ლიბანიც შეიძლება გახდეს ასეთი საინტერესო ბრჭყალებში პლაცდარმი თურქეთისთვის. რა თქმა უნდა, ისრაელს გააჩნია ძალიან სერიოზული საერო შესაძლებლობები, ეს არის ERO-3 მაგალითად, ERO-4, რომლის განვითარება ახლა მიმდინარეობს და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა და რა თქმა უნდა, რკინის გუმბათი საერო თავდაცვის სისტემა უზარმაზარი მნიშვნელობის არის, ისე როგორც ლაზერული ახალი შესაძლებლობა, რაზეც საუბარია. ახლა რეალურად ისრაელი არის რამდენიმე საფრთხის წინაშე ერთდროულად, ეს არის ირანული რაკეტული საფრთხე, ბალისტიკური რაკეტების, ეს არის თურქეთის შემდეგ უკვე და ირანის ბირთვული პროგრამა ნომერ პირველი საფრთხე, შემდეგ უკვე მოდის თურქული სამხედრო აქ პლაცდარმზე განვითარება, ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ. ამას ემატება სუნიტური ქვეყნების პოლიტიკური კონსოლიდაცია და საერთაშორისო ინსტიტუტების ზეწოლა ისრაელზე. ამ კონტექსტში ახლა საუბარია, რომ თქვენთან ერთად შევხედოთ რუკას, თუ რატომ მიიღო ისრაელმა ეს გადაწყვეტილება და რას ნიშნავს ეს უსაფრთხოების პრიზმიდან ქვეყნის შიგნით. მარცხენა რუკაზე აქ თქვენ ხედავთ, ესე იგი დასავლეთ სანაპიროს ამ ტერიტორიებს, ყვითლად არის აღნიშნული ისრაელის მიერ ანექსირებული ნაწილი, ანუ ეს არის რეალურად აღმოსავლეთ იერუსალიმის ნაწილი. დანარჩენი ტერიტორიები იყოფა სამ ნაწილად. ეს რუკები არის ახლა ხელმისაწვდომი, თუ რამე ამის შემდეგ შეცვლილია და არ არის. აქ ერთადერთი რა შეცვლილია, გაზაში ეს დასახლებები არის ნამდვილად შეცვლილი და ეს ძველი მონაცემები არის, ზუსტად შემიძლია გითხრათ. აი აქ რაც არის აღნიშნული გაზაზე, ღაზა უпростоრად, ღაზას ამ ნაწილში აი ეს დასახლებები ებრაული არ არსებობს. კეთილი, ეგ გვერდზე გადავდოთ, დანარჩენი ტერიტორიებზე დაახლოებით ასე გამოიყურება სიტუაცია და ესე იგი მარცხენა რუკაზე ხედავთ პრინციპში A, B და C ზონებს. A ზონა არის, რომელიც მთლიანად იმყოფება პალესტინური ადმინისტრაციის კონტროლის ქვეშ, B ზონა, სადაც ერთობლივი უსაფრთხოების თანამშრომლობა არსებობს პალესტინულ ადმინისტრაციასა და ებრაულ უსაფრთხოების ძალებს შორის და C ზონა არის, რომელიც მთლიანად იმყოფება ისრაელის კონტროლის ქვეშ. და ახლა საუბარია C ზონაში მიწების გადანაწილების შესახებ, ანუ კონკრეტულად საუბარია მაგაზე და მარჯვენა რუკაზე უკვე ხედავთ, იგივენაირად არის აღნიშნული A, B და C ტერიტორიები, თუმცა როგორც ხედავთ, აქ ასევე არის ეს დასახლებები, კონკრეტულად ებრაული დასახლებები, ასეთ ისფერად არის აღნიშნული და ხედავთ, რომ საკმაოდ ბევრია სწორედ ამ შუაში ამ ტერიტორიების და C ზონაში არის პრაქტიკულად ყველა ეს დასახლება ან მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის სპეციალური ასე იგი ბლოკპოსტები, რასაც ქვია და ახლა საუბარია იმაზე, რომ ეს დასავლეთ სანაპიროზე მთლიანად ეს რასაც ხედავთ ეს დასახლებები, მათ ამ ნაწილებში მოხდება ლეგიტიმაცია ამ მათ დასახლებების, ანუ მიწის უფლების დარეგისტრირება და ამავდროულად ეს შესაძლოა კიდევ უფრო ამას შეიძლება კიდევ უფრო გაზარდოს ამ დასახლებების რაოდენობა. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ეს უნდა ვთქვათ, რომ უსაფრთხოების პრიზმიდან არის დანახული ისრაელის მიერ, მათ შორის მდინარე იორდანის მიმართულებით ებრაული დასახლებების ზრდა იწვევს იმას, რომ ხდება ეთნიკური სეპარაცია არაბებს და არაბებს შორის, იორდანიელ არაბებს და პალესტინელ არაბებს, ასე თუ გავყოფთ მათ შორის, გარდა ამისა ამას აქვს პრაქტიკული ნაწილიც, ეს დაშორება იყო მიმართული და არის მიმართული იმისკენ, რომ იარაღის მიწოდება იყოს შეზღუდული ამ მიმართულებით და რეალურად თუნდაც ღაზას მიმართულებით რაფაჰის გამშვევი პუნქტის ფორმატში ყველაზე დიდი სირთულე მათ შორის მოდის იქედან, რომ მათ თუნელებით გადადიან მარტივად
საზღვარს კვეთენ ღაზასა და ეგვიპტეს შორის და ეგვიპტედან ხდება მომარაგება. აქ ამ მიმართულებით იორდანია არის ასეთი ქვეყანა და იორდანიიდანაც შეიძლება მომარაგებები, ამიტომ პრიორიტეტულია ისრაელისთვის ამ რეგიონზე კონტროლის დამყარება. ამავდროულად თავად აქაც ჩვენ ხედავთ დემოგრაფიული პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს პრინციპში ისრაელის პოზიციიდან იუდეა და სამარეას ამ რეგიონში ეთნიკური კომპონენტის აღდგენას. პალესტინელი არაბების ხედვით ეს არის დემოგრაფიული ექსპანსია ან დემოგრაფიული ცვლილებები რეგიონში. პრინციპში ცვლილებებს დემოგრაფიულს მგონი არც არავინ უარყოფს. მიზანი ამის მიუხედავად იმისა, რომ ამას საერთაშორისო ასპარეზზე შეიძლება გმობენ, მიზანი ამის ასევე უკავშირდება იმას, რომ პალესტინური სახელმწიფოს შექმნის იდეა როგორც ასეთი ისრაელს სურს რომ არ დაუშვას. რატომ? რადგანაც რეალურად ამ სახელმწიფოს შექმნის იდეა ამ მომენტისთვის ყველა ფორმატში, მათ შორის ჰამასის ფორმატში, თუნდაც ადმინისტრაციის ფორმატში, ყველა გულისხმობს იმას, რომ ისრაელის აღიარება არ უნდა მოხდეს. ანუ ორი სახელმწიფოს ფორმატში არავინ არ ჩდება რეალურად. ერთი სახელმწიფოს ფორმატზე არის თანხმობა, ან ისრაელი იქნება, ან პალესტინა. დაახლოებით ასეთი გამოსავალი არის დღეს. ანუ საუბარი იმაზე, რომ ორი სახელმწიფო, ეს საუბრობენ უცხო ქვეყნები, მაგრამ თავად პალესტინელების ადმინისტრაციასაც კი არ აქვს ეს ხედვა, რაც საბოლოო ჯამში იწვევს აი იმ რეალობას, რაზეც საუბრობთ. და რა თქმა უნდა, მოსალოდნელია, რომ ამასთან დაკავშირებით იქნება საკმაოდ სერიოზული საერთაშორისო გამოხმაურება და ზეწოლა ისრაელის მიმართულებითაც, ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არის. ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო საკითხი იყო და აუცილებლად გავაგრძელებთ ამ საკითხებზე მსჯელობას. ახლა კი გთავაზობთ, რომ ერთად ვუყუროთ მნიშვნელოვან ანალიზს, რომელიც უკავშირდება რუსეთის მიერ სურვილს საქართველოს გავლით 2 რკინიგზა და 4 ახალი საავტომობილო გზა ააშენოს. ეს საფრთხე ძალიან მნიშვნელოვანია, ამაზე დეტალური ასეთი ანალიზი მოვამზადე.